მე ერთგან ვიცი, სადაც იყო ქართული განძი. ესე იგი, კედლის რაღაცა მოანგრიეს და კედლის იქითკენ იყო შენახული უდიდესი სიმდიდრე. ეს ამბავი არასოდეს ხსმენიან. სად ინახებოდა ქართველ მეფეთა უდიდესი საგანძური იერუსალიმში. ეს საგანძური ნაპოვნია. და ეხლა იქ მოხდა მერე სკანდალი. სიმდიდრე ხო იპოვეს. ამის შემდეგ რამდენიმე დღეს არ გაუვლია, იქ უთხრეს მუშებს თურმე ამ ეკლესიის ხელმძღვანელება, აქედან სიტყვა არ უნდა გავიდეს რა. ჩვენ გიორგი ჭოლოკავა და ზურაბ შიოშვილი ქართველთა ამბავს ვიძიებთ წმინდა მიწაზე. ერთ დღეს იაფოს ჭიშკართან მოკლეს კაცი, ხელი გამოჭრეს. აღმოჩნდა ერთ-ერთი მუშა, რომელიც იქ მუშაობდა იმ რეკონსტრუქციაზე თუ რესტავრაციაზე და ამან მიიღო სერიოზული სკანდალის სახე და იწყეს გამოძიება ეს. ელდარ მამისთვალიშვილი მრავალსერიან დოკუმენტურ ფილმში ქართველები წმინდა მიწაზე.